ჩემი საყვარელი სასიყვარულო ისტორია არის მინადორა ორჯონიკიძისა და მალაქია ტოროშელიძის სიყვარული. მათ ერთმანეთი სტუდენტობისას ჟენევის უნივერსიტეტში სწავლის დროს გაიცნეს და ერთმანეთი შეუყვარდათ, დაოჯახდნენ, თუმცა საკმაოდ უცნაური იყო მათი სასიყვარულო ცხოვრება. ძალიან განსხვავებული იდეოლოგია ჰქონდათ ამ წყვილს. მინადორა იყო მენშევიკი, მალაქია ტოროშელიძე იყო ბოლშევიკი და როგორც ჩანს ამ იდეოლოგიურ სხვაობას მათი სიყვარულისთვის ხელი არ შეუშლია და საინტერესო და ესეთი ცოტა უცნაური ფაქტია ის, რომ როდესაც 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომ მენშევიკები მოვიდნენ მთავრობაში, მინადორას ქმარი მალაქია აღმოჩნდა ციხეში და მას შემდეგ რაც 1921 წელს ბოლშევიკებმა დაამყარეს საქართველოში მმართველობა, მინადორა აღმოჩნდა ციხეში და საკმაოდ რთული ცხოვრება გაიარა ამ ოჯახმა, თუმცა მინადორას ორჯონიკიძის დღიურებშიც ვკითხულობთ, რომ მათი სიყვარული საკმაოდ მყარი იყო და ამ იდეოლოგიურ სხვაობას ცოლ-ქმრის ურთიერთობაში ხელი არ შეუშლია.